ევრაზისტი ოდა შენი აღარ გავაგზავნე ფიფლები შენ აღარ გააგზელებ გაგზელება მაინც იქნება ამაზე არ გაჩერდება რა კი ჯინი ბოთლიდან ამოსულა და ნაკლებს ავარაუდოა უკან მუშტით ჩასრისო ან ჩაწიხო მოდი აქ ხარისელე უძირ სატანა უძირანტი ქრისტე კაკრასივა ბანდო ატენუცე სამალოტი ურდი პიდარა თავისუფლების მოედანზე მაინც და მაინც რუსული დროშებით სეირნობა ახალი საკმაოდ მაზოხისტური გართობაა. თორემ რუსული მიტინგისა და პარტიის მეტი გინდა აქაურობას, გინდა გარშემო ქვეყანას რა უნახავს. უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება. რაც პარტიებისა და მოძრაობების დაფინანსებით იქამდე არ გამოვიდა 2008 წელს ტანკებმა ქნეს. მაგრამ პროგრამა მაქსიმუმი ხელისუფლების ცვლილება საქართველოში ვერც მათ შეასრულეს. ახლა ზუსტად 2 დღის განსხვავებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე სრულიად საპირისპირო სცენარებს ხატავენ. ალექსანდრე ჭიკაიძე ამტკიცებს, რომ რუსეთისგან ახალი საფრთხე არ არსებობს. კონგრესმენი როჯერსი კი უკრაინის შემდეგ საქართველოს საბოლოო ოკუპაციას შიშობს. სამხრეთ ოსეთში რუსეთს თანამედროვე აღჭურვილობა შეაქვს. ამის მიზეზი მათ არ გააჩნიათ. საქართველოს სამხედრო ძალები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ შესაძლოა იმედი აქვთ, რომ ჯავშენ ტექნიკის კოლონებით საქართველოს გავლით სომხეთს მიაღწევენ და ირანისკენ სახმელეთო გზას გაჭრიან. დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის ცნობამით მეტად არის ჩასაფიქრებელი, რამდენადაც რუს გენერლებს მორიგი ეტაპისთვის რუკებზე საშტაბო წვრთნების ჩატარებაც კი აღარ სჭირდებათ. ყველაფერი უკვე შესრულებული აქვს 2008 წელს და ახლა იგივეს გამეორება და ცოტა სამხრეთი წაწევა მოუწევთ. ოღონდ ამჯერად საქმეს ალბათ გიუმრის 102 რუსული ბაზის ამოქმედება გაამარტივებს, რომელიც 6 წლის წინ აქტიურად ვერ გამოიყენეს. უხეშ ძალასთან ერთად რბილძალა წოდებული ტაქტიკა სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. ოდიოზური და ამბიციური ლიდერები ჩუმმა შემსრულებლებმა ჩაანაცვლეს. მათი სახელები 100-დან 99-ს არაფერს ეუბნება, ამიტომ საზოგადოებრივი ნდობის აგება თეთრი ფურცლიდან შეუძლიათ დაიწყონ. დასავლეთი ახლა ბევრ რამეში ჩვენთვის მიუღებელი არის. რატომ? იმიტომ რომ ის არ არის თანხმედრაში ჩვენს მართლმადიდებელ ფასეულობებთან. ანუ დასავლეთი თვითონ დაშორდა ღმერთს, ძალიან შორს წავიდა ღვთის კანონებისაგან და ჩვენ ეს არ გვინდა რომ ჩვენ საზოგადოებაშიც ასე მოხდე. ერთმორწმუნეობა ამ პროპაგანდის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და რუსეთთან მჭიდრო კავშირს ღვთიურ განგებად სახავს. ჯერ რუსეთთან, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ სხვებთანაც. ეს ეტაპიც როგორც ჩანს დადგა, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კინოსახლის დარბაზში დევნილებსა და სამღვდელოებას სერბეთში ნატოს საჰაერო კამპანიის შესახებ რუსული ფილმი აჩვენა. გამოვდივართ, ვამბობთ, რომ ჩვენ გმობთ ამ საქციელს, რაც განახორციელა ნატოს ავიაციამ. ჩვენ თანაუგრძნობთ სერბ ხალხს, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას, ვინც არაფრის გამო დაიღუპა ფაქტიურად იქ და რა შუაში აქ რუსეთი. ირაკლი ყიფიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული პროგრამების ყოფილ კოორდინატორს, რომელიც არჩევნების შემდეგ ევრაზიის ინსტიტუტში გადავიდა, 15 წლის წინანდელი ოპერაცია შეიძლება ძალიანაც ახლოს მიაქვს გულთან. ისევე როგორც დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას. თუმცა არც ამ ხალხს და არც მათ დასალოცად მისულ რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს აღარავინ ეუბნება რა ხდებოდა იქამდე და რა მოხდა შემდეგ. 1999 წელს ნატოს ავიაციის საჰაერო დარტყმებს სერბეთსა და მის ოკუპირებულ მიწებზე მართლაც საკმაო მსხვერპლი მოჰყვა. მაგრამ ამ ოპერაციამ წერტილი დაუსვა 8 წლიან ომს, რომელმაც იქამდე 140,000 მშვიდობიანი ადამიანი შეიწირა. ამ წლებში სერბმა ჯარისკაცებმა და მოხალისეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით 50,000-ზე მეტი ალბანელი და ბოსნიელი ქალი გააუპატიურეს. თუმცა ასეთი წვრილმანები ქართული აუდიტორიისთვის ნაჩვენებ რუსულ ფილმში არ მოხდა. მოდით თემზე წამოვიდგეთ ყველა იმ რუს გმირს, ვინც დაიღუპა 2008 წელს. დაპირისპირებული ორგანიზაციის თავისუფალი ზონის აქტივისტი ალეკო კვახაძე ამ შემთხვევაში პროვოკატორი გამოდგა. მისმა მოწოდებამ ფეხზე დავუდგეთ 2008 წლის რუს გმირებსო დარბაზის ნახევარი მართლაც წამოაყენა, მაგრამ შემდეგ მალევე მიხვდნენ რაშიც გაებდნენ. შურის ძიება გარდუვალი იყო. რა თქმა უნდა, ისინი მიღბავენ თავის მოღვაწეობას სხვადასხვა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებაზე ზრუნვით თუ ქართულ გლეხებზე ზრუნვით თუ სხვა რაღაცით, მაგრამ რეალურად ისინი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს. გაიგივება შულავერის კომიტეტთან სრულიად აბსურდულია, იმიტომ რომ ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ რუსეთის ფედერაციასთან გვინდა შეერთება. ჩვენ ესეთ რაღაც არაზოს არ გვითხოვთ. შულავერის ხსენება ევრაზიელებში ცუდი ტონია. თუმცა ასევე გაურბიან სიტყვებს ოკუპანტი და ოკუპაცია. საქართველოს იმდენად დამნაშავეა, რომ რუსეთზე აუგის თქმა არ ღირს. მე
საერთოდ შიდა ოკუპაციაზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, ქვეყანაში არის ამ ეტაპზე ორხელისუფლიანობა, ნაციონალურ მოძრაობას ოკუპირებული ყავს საქართველო და ეს არის ჩემთვის ძალიან გულსატკენი და ძალიან მძიმე. ვინ შემოვიდა 21 წელს? ქართველები არ მოუძღვებოდნენ მათ ბოლშევიკები? რატო ვაყეთებთ ყველაფერს? აი, ეს შიზოფრენიული ფონი, ყველაფერი რუსეთს და რუსეთს მივახოცოთ ხელი. რა ხდება ჩვენს თავს, როდესაც ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებლის თავზე მოთ ორთავიანი რუსული არწივია, ან ორთავიანი ქართული სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა. თავად ამბობს, რომ ეს ფოტოები მეგობრებთან ერთად სახუმაროდ გადაიღო, მაგრამ ამ კადრებში ის და მისი მეგობრები აღარ ხუმრობენ. შოთა აფხაიძე და მართლმადიდებლური მოძრაობის 7 წევრი კავკასიაში ჩხუბის გამო დააპატიმრეს და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს. ევრაზიული მოძრაობის ბროშურა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთ პოლიტპატიმრად ასახელებს სამხედრო კონსულტანტ კობა ოთანაძეს. უახლოეს ისტორიაში ყველაზე მეტად აჯანყებებით რომ ჩაიწერა. ქართული ჯარი ფაქტიურად აღარ არსებობს. პოლიტპატიმრების სტატუსი ევრაზიის ინსტიტუტის სხვა პროექტების კოორდინატორებსაც აქვთ. მათ შორის ყველაზე მასშტაბურისას, რომელიც კონფლიქტის პირას ოფლების მცხოვრებებსა და დევნილებს მოიცავს. ამ ადამიანების აღრიცხვისას ყოფილი პატიმრები შეიძლება ტექნიკურ შეცდომას უშვებენ, რადგან ერთი და იგივე ფოტოზე გამოსახული კაცი ხან მიდელაშვილად წერია და ხან გალიშვილად. მაგრამ როდესაც ათასობით მათგანი სათქმელი რუსეთთან დიალოგია, გინდა არ გინდა ჩაფიქრდები. ჩამოვიდი იმის დროს საქართველოს მშვიდობა იყოს და გორელი ვარ და ცოტა ის შეღავათი იყოს, რომ რუსეთი გაიხსნას. რუსეთი ნელ-ნელა იხსნება, იმდენად რომ ზოგიერთზე გულიც კი მოუბრუნდა. გას უკვირას ერთმა ქართველმა უმაღლესი შექება დაიმსახურა მისი უევრაზიულესობისგან, ალექსანდრე დუგინისგან. საქართველოს ევრაზიელი გმირი, არჩილ ჭყოიძე ატლანტისტებთან ბრძოლაში. ყველაზე რთული რეგიონი. ბრავო არჩილ. ევრაზია უპირველეს ყოვლისა. ასეთი კაცის უპასუხობა არ ივარგებდა. პატივცემულო ალექსანდრე გელისძევ, მადლობა თბილის სიტყვებისთვის. თქვენი შრომებითა და ლექციებით საქართველოს ევრაზიულობის მნიშვნელობას ჩავწვდი. დარწმუნებული ვარ, ამას მალე ჩემი თანამემამულეებიც მიხვდებიან. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის შეუფასებელია. არჩილ ჭყოიძის შეუფასებელი უპირატესობაა, რომ არაფერს მალავს. დუგინისა იდეა პასკევიჩის თუ სუსლოვის გადარჩენის ერთადერთ გზას ხედავს. ეს გზა მას ოკუპირებულ ახალგორამდე მიიყვან, სადაც ამ დღეებში ოფისის გახსნას აპირებს. ევრაზიის კავშირი ეს მარტო რუსეთი არ არის, ხო? აქ არის ყაზახეთი, აქ არის ბელორუსია, აქ შეიძლება განიხილოთ უკრაინა, ნახოთ რა იქნება. იქ არის სომხეთი, სხვათა შორის თურქეთს აქვს სურვილი, ისრაელში მიდის ამაზე საუბარი. ისრაელს რომ ხანტი-მანსიისკსა და კამჩატკაზე სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესი აქვს, ვიღაც დაიჯერებს, ვიღაც არა. დუგინის სკოლა უცნაური ფაქტებისა და სტატისტიკის კომპილაციას ეფუძნება, მაგალითად ასეც. სულ გაიყიდა 6 წლის მანძილზე 600,000 ბოთლი ქართული ღვინო ევროპაში. როცა ემბარგოს მოხსნიდან 8 თვეში მარტო რუსეთში გაიყიდა 20 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო. ამასაც ვიღაც ალალა დაიჯერებს, ვიღაც ჩემსავით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაურეკავს. იქიდანაც გამოგზავნიან ოფიციალურ ინფორმაციას, რომ ემბარგოს პერიოდში 2006-დან 2012 წლამდე მხოლოდ პოლონეთში ქართული ღვინის 6.200.000 ბოთლი გაიყიდა. მხოლოდ ლატვიაში 4.700.000 და ასე შემდეგ. თუმცა რუსული ბაზრის მასშტაბს ვერავინ შეედრება. ახანა გომოყალატე! საქართველოში რუსეთის პროექტს არ ახერხებდა პუტინის მონები. გლობალური საძიებო სისტემა Google და ქართული საძიებო სისტემა დედა-ნახე, მამა-ნახე, შვილი ისე გამონახე, ქართველი ევრაზიელების ბანაკში უცნაურ აღმოჩენებამდე მიგიყვანთ. შარშან გაზაფხულზე ბევრმა შენიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში პირველი და უკანასკნელი ვიზიტისას პრემიერ ივანიშვილს თარჯიმნა სწორედ დუგინის ფავორიტის არჩილ ჭყოიძის დედა, ნანა ჭყოიძე ჰყავდა. თავად ალექსანდრე ებრალიძის ფავორიტი და მისი ფულით შექმნილი საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელი. გულბაათ რცხილაძის ფესვების გამონახვა უფრო მოლოდნელი გამოდგა. მამამისი ვიქტორ რცხილაძე 70-იან წლებში ცნობილი ანტისაბჭოთა დისიდენტი და პოლიტპატიმარი იყო. დრო რომ შეიცვალა, ზოგისა ფასეულობები შეცვალა, ზოგისა კი მხოლოდ ფასი. ანწუხელიძის უსრას ეუბნები შენ აგაო ამ ხელა კაცი რო ხარ.